მე გასულკვირას თქვი, რომ წარმატება იქნებოდა ჰორმუზის სრუტის გახსნა, მაგრამ ეს საზღვაო გზა კვლავ დაბლოკილია. ამ აღდგომას პრეზიდენტმა მკაცრად გააფრთხილა ირანი და მოითხოვა სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა. თუ ზევა მალე დაიწყებს სამხედრო ოპერაციას სრუტის გასახსნელად, რეალურად რა სამხედრო ძალა იქნება საჭირო? ნება მომეცით ვითხრათ, რომ თუ გადავთქვეთ სრუტის გახსნის შესაძლებლობა გვაქვს და ის, რასაც ეხლა ხედავთ, მე ვუტოდებდი ამ ტიპის კამპანიის საწყისი ნაბიჯების წინამორბედებს. მიზანია შეამციროს ირანის შესაძლებლობა ესროლოს რაკეტები და სარაკეტო ჭურვები სრუტეში მყოფ გემებზე და გაანეიტრალოს მათი სწრაფი შეტევის კატერები. წარმოიდგინეთ ისინი როგორც ძლიერი სწრაფმავალი კატერები გარეძრავებით, რომლებიც სწრაფად მოძრაობენ გემებს შორის, რათა შეავწიონ და პირდაპირ ზიანი მიატენონ. ჩვენ ვდევნით ყველა ამ ხომალდს. ვიყენებთ 10-ის თვითმფრინავებს, საბრძოლო ვერტმფრენებს და ნელა მოძრავ მანქანებს. დაბალ სიმაღლეზე მოძრავი პლატფორმები ეფექტურია. ამჟამად ვმუშაობთ მათ მოცილებაზე და ასევე ვანადგურებთ ირანის ნარმების მარაგს. ნარმები საშიშია. ომის დასაწყისში 1000-ობით იყო. ნამდვილად უკვე შევამცირეთ ეს რაოდენობა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ნარმიც კი საკმარისია მსოფლიო ტრანსპორტის დასაბლოკად. ეს ყველაფერი უკვე მიმდინარეობს ახლა, რადგან საჭირო ამ რიცხვების შემცირება დაბალ დონემდე, სანამ სამხედრო გემებს სრუტეში გაგზავნიან. არ მაქვს წარმოდგენა, როგორ მიიღებს გადაწყვეტილებას ადმირალი კუპერი, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვართ, რომ ყველა ეს დაგეგმილი მიზანი მივაღწიოთ. სრუტეს ხელახლა ხსნიან საჰაერო და საზღვაო გზით, ან საჭიროებენ ჯარებს. შეიძლება გაიფნას საჰაერო და საზღვაო კამპანიით, ხოლო სახმელეთო ჯარების გამოყენება მოხდება რეიდების გზით. რეიდი არის თავდასხმა, წინასწარ დაგეგმილი უკანდახევით დარჩენის განზრახვის გარეშე. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს კარგის კუნძული. ვიცი, რომ პრეზიდენტმა ამაზე უკვე ისაუბრა. მგონია, რომ მას უნიკალური ადგილი უკავია ირანულ კულტურაში გარკვეული მიზეზის გამო. თუ მას დაიკავებ ირანის მიწაზე ხარ. მეორე მხრივ ეს მათი ნავთობის მიწოდების სასიცოცხლო წერტილია. თუ ამას გააკონტროლებ, შეგიძლია ეს ნაკადი შეწყვიტო, რაც სერიოზულად დააზიანებს ირანის ეკონომიკას და შეიძლება მოლაპარაკებებში მისი დაბრუნებაც შეძლო. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის განადგურებით ეკონომიკას მთლიანად არ ანადგურებ. ამიტომ მგონია, რომ კარგის კუნძული ძალიან მომგებიანი სამიზნეა. ნამდვილად ამას ახლა ვაანალიზებთ. არ ვიცი, მართლა მივალ თუ არა იქამდე. ჩარლი დაგატა, მადლობა. ჩვენთან ერთადაა CENTCOM-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ფრენკ მაკენზი. გენერალო, ბედნიერ აღდგომას. თქვენც ასევეეთ. თითქმის 2 დღე დასჭირდა დაკარგული სისტემების ოფიცრის პოვნას, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი, რომელშიც ის იმყოფებოდა, ირანის სამხრეთ-დასავლეთის შორეულ და მთიან რეგიონში ჩამოვარდა. იარაღის ოფიცერი თებში ბზარში იმალებოდა, ამბობს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი. როგორ შეაფასებდით საძიებო და სამაშველო ოპერაციას? ამიტომ ფიქრობ აქედან ორ გაკვეთილს გამოვიტანეთ. პირველ რიგში ეს არის გაერთიანებული ძალების პროფესიონალიზმი, ჩვენი უნარი სწრაფად გადავერთოთ და ვიპოვოთ ჩამოგდებული ეკიპაჟის წევრი. ამისთვის მუდმივად ვარჯიშობთ. ეს ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, როცა ეკიპაჟს მტრის ტერიტორიაზე ვაგზავნით, ყოველთვის გვაქვს დეტალური და კარგად შემუშავებული სამაშველო გეგმები. ეს ჩვენი იდენტობის ძირითადი ნაწილია. იყო ამერიკელი მებრძოლი, მამაკაცები და ქალები. ასე რომ ეს გეგმა ამოქმედდა და ვფიქრობ ძალიან ეფექტურად შესრულდა. როგორც ყოველთვის იქ ვინმე მიწაზეა შესაძლოა დაჭრილი. მათ სჭირდებათ ისეთი ადგილი, სადაც შეძლებენ დამალვას, სანამ ჩვენ მივალთ მათთან. ყველაფერი ეს ძალიან კარგად მუშაობდა. და იცით, ჩვენ მართლაც დავკარგეთ რამდენიმე თვითმფრინავი მისიაში, მაგრამ ვიტყოდი, რომ თვითმფრინავის აშენებას 1 წელი სჭირდება. სამხედრო ტრადიციის შექმნა, სადაც არავის ტოვებენ უკან, 200 წელი სჭირდება. ასეთ სიტუაციაში თვითმფრინავის გაცვლას ნებისმიერ დღეს დათანხმდებოდი. მეორე გაკვეთილი, ვფიქრობ, საკმაოდ ძიმე გაკვეთილია ირანისთვის. პირველ რიგში მათ ვერ შეძლეს დაკარგული ეკიპაჟის წევრის პოვნა. მეორეც, მათ ფართო მოწოდება გააკეთეს საკუთარ ხალხთან, რომ დაებრუნებინათ ის და ჯიუდო დააწესეს, იცით, ყველანაირ მინიშნებას ითხოვდნენ. როგორც ჩანს, ეს წარმატებული არ აღმოჩნდა. და ეს, ვფიქრობ, შეიძლება უკმაყოფილების ნიშანი იყოს, მაგრამ თუ თეირანში მაღალი რანგის ლიდერი ხარ, ამით დღეს დილით ვერ იქნები კმაყოფილი. იცით, ირანის რევოლუციური გვარდია ახლა იღებს პასუხისგებლობას პეტროქიმიურ ქარხნებზე თავდასხმებზე, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქუვეითში და ბარეინში. მათ აფრთხილებენ, რომ მათი თავდასხმები შეერთებული შტატების ეკონომიკურ ინტერესებზე გაძლიერდება, თუ ირანში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები განმეორდება. ირანს და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე სერიოზული ზიანის მიყენების შესაძლებლობა აქვთ. მათ ნამდვილად აქვთ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესაძლებლობა. მათ არ აქვთ ფართომასშტაბიანი ზემოქმედების მოხდენის უნარი. და ამით გულისხმობ ძალიან ბევრი ათეულობით რაკეტის, მართვადი რაკეტისა თუ დრონის გაშვებას. ეს შესაძლებლობა მუდმივად მცირდება მას შემდეგ, რაც ეს კამპანია დაიწყო. და გულახდილად რო ვთქვა 30 დღეზე მეტი გავიდა და ვფიქრობ ცენტრალური სარდლობა ეხლა საკმაოდ კმაყოფილი უნდა იყოს იმით, სადაც იმყოფება.
სინამდვილეში როცა მე ცენტრალური სარდლობის მეთაური ვიყავი, რომ ეს სიტუაცია 30 დღეში შემეთავაზებინათ, უარს ვიტყოდი, რადგან ზედმეტად ოპტიმისტურად მეჩვენებოდა. ასე რომ, კარგი შედეგი მივიღეთ. ჩვენი შედეგები გაგრძელდება. მათთვის მართვადი რაკეტებისა და რაკეტების გაშვება უფრო და უფრო რთული გახდება. შეიძლება ნულამდე ჯერ ვერ მივიდეთ და ვფიქრობ კიდევ დრო გჭირდება, მაგრამ ეს ყველას ესმის. მაგრამ ვფიქრობ სწორ გზაზე ვართ. კამპანია ეფექტურად მიმდინარეობს და ტემპი ყოველდღიურად უნდა გაიზარდოს. თქვენ წინა საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დღეს დილით Fox News საინტერესო რამ უთხრა და პირველად გაამხივა, რომ შეერთებულმა შტატებმა წლის დასაწყისში იარაღი გაუგზავნა ქურთებს ჩრდილოეთ ერაყსა და ირანში, რათა ისინი დემონსტრანტებმა გამოიყენონ. მან მიანიშნა, რომ იარაღის გაგზავნის მიზანი იყო ირანის ხალხის აჯანყება. მაგრამ 4 შაბათს თავის დიდ გამოსვლაში, სადაც ომის არს ხსნიდა, მან თქვა, რომ კამპანია არ ეხება რეჟიმის შეცვლას. თუ ახლა დემონსტრანტებს აძლევენ იარაღს, რა შეიძლება ნიშნავდეს ეს? კი, ვფიქრობ, თქვენ უნდა დააწვეთ ამ რეჟიმს ყველა შესაძლო გზით. ქურთების შეიარაღება ნამდვილად ზრდის ზეწოლას ირანის რეჟიმზე. ჩვენ ვიცით ისტორიიდან, რომ ირანის ხელმძღვანელობა რეაგირებს მაშინ, როდესაც რეჟიმზე ეგზისტენციალური ზეწოლა ხორციელდება. ქურთების შეიარაღება ამ მიზანთან კიდევ ერთ ნაბიჯს გახლოს. თუნდაც თქვენი საბოლოო მიზანი არ იყოს რეჟიმის შეცვლა, თეირანის რეჟიმის იმ წერტილამდე მიყვანა, რომ მათ ჩვენთვის სასურველ შეთანხმებაზე წავიდნენ, იქნება გარდაუვალი შედეგი იმ აუტანელი ზეწოლისა, რომელიც მათზე ხორციელდება. და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთად ამ მიზანს ემსახურება. თქვენ გასულ კვირას თქვით, რომ თეთრი სახლისთვის წარმატება იქნება ჰორმუზის სრუტის გახსნა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი გზა კვლავ დაბლოკილია. პრეზიდენტმა ამ აღგომის დილას მკაცრი სიტყვებით დაემუქრა ირანს სრუტის გახსნის მოთხოვნით. თუ აშეში უახლოეს დღეებში სამხედრო ოპერაციას დაიწყებს სრუტის გასახსნელად, რა იქნება საჭირო სამხედრო თვალსაზრისით? კარგი, ნება-მომეცით. პირველ რიგში ჩვენ გვაქვს სრუტის გახსნის შესაძლებლობა თუ ამას მოვისურვებთ. რასაც ახლა ხედავთ, ეს არის ასეთი კამპანიის წინამორბედები და საწყისი ნაბიჯები. საჭიროა ირანის შესაძლებლობების შემცირება, რომ სრუტაში რაკეტები და მართვადი რაკეტები გაუშვას სამხედრო გემების წინააღმდეგ და ასევე მისი სწრაფი შეტევის კატერების განადგურება. წარმოიდგინეთ ისინი როგორც მაღალსიჩქარიანი კატერები. ეს არის დიდი და ძლიერი ნავები, რომლებიც წინ მიიწევენ და გემებს შორის აღწევენ, რათა პირდაპირი ზიანი მიაყენონ. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ ყველა მათგანს ვნადირობთ. სწორედ აქ არიან ძალიან ეფექტურები AAT-ების საბრძოლო ვერტმფრენები და სხვა დაბალ სიმაღლეზე ნელამფრენი თვითმფრინავები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ამ ხომალდების განადგურების პროცესში. გარდა ამისა, ვმუშაობთ ირანის ნაღმების მარაგის არმოსაფხრელად. ნაღმები საშიშია, ომის დასაწყისში ისინი ათასობით იყო. ჩვენ ნამდვილად მნიშვნელოვნად შევამცირეთ ეს რაოდენობა. მცირე რაოდენობის ნაღმიც კი საკმარისია მსოფლიო ტრანსპორტის დასაბლოკად. ეს ახლა ხდება და აუცილებელია ამ რისკების შემცირება მანამდე, სანამ თქვენ სამხედრო გემებს გაგზავნით ვითარების რეალურად მოსასინჯად. ჩვენი ბოლო 30 წამში გენერალო შეაჯამეთეს. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამას მხოლოდ 2-3 კვირა დასჭირდება. ეთანხმებით ამას. თუ მეტი დრო დასჭირდება? არა. იცით, ყოველთვის ყოფმანობ ასეთ სამხედრო ოპერაციაზე ვადების დასახვისას. მაგრამ იანელებს ძალიან კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მოусმინონ, როცა ამბობს, რომ მათ დაარტყამს, რადგან მან უკვე დაამტკიცა, რომ ამის გასაკეთებლად მზად არის. ამიტომ მისი ბოლო განცხადებისა და იმაზე დაყრდნობით, რაც ომში აქამდე გავაკეთეთ, თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ რამეს გავაკეთებთ, დიდი ალბათობით გავაკეთებთ კიდეც. ირანის ხელმძღვანელობამ ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიაქციოს. კარგი, გენერალ მაკენზი, ბედნიერ აღდგომას გისურვებთ. მადლობა, რომ დღეს დილით მოხვედით. მადლობას გიხდით.